დავით ჯიქია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავზე. Ჩეხება სპორტის სიახლეებს რუსთაველი ნიჩბოსნები საქართველოს თასის შემაჯამებელი შეჯიბრისთვის ემზადებიან. სპორტსმენები ყოველდღიურ ვარჯიშებს გადიან საქართველოს თასის გათამაშებამდე ნიჩბოსნებმა საკუთარი ძალები ქუთაისში გამართულ ტურნირზე მოსინჯეს, სადაც 2 საპრიზო ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულები ნაკრები გუნდში მოხვდებიან. ამჟამად საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 რუსთაველი ნიჩბოსანი იცავს. შემაჯამებელი შეჯიბრია, ანუ ყველაზე სერიოზული შეჯიბრია ამ წელს, რომელიც ჩატარდება, ეს არის გუნდური ჩემპიონატი. იმედი მაქვს ჩვენი გუნდი წარმატებითი ასპარეზებს, მანამდე ჩვენ გავიარეთ რამოდენიმე ეტაპი შეჯიბრების, ბოლოს შეჯიბრი იყო ქუთაისის რეგატა, სადაც საპრიზო ადგილები დავიკავეთ, მეორე და მესამე ადგილი, 8 სპორტსმენით მონაწილეობდით ამ შეჯიბრზე. ეხლა უკვე 12 ივლისს ჩატარდება საქართველოს თასი, სადაც ფიქრობ 15 სპორტსმენი წავა, იმიტომ რომ გუნდური არის ეს ჩემპიონატი ქულებზეა და ეს იქნება გადამწყვეტი შეჯიბრი ამ წლის, აქედან აიყვან საქართველოს ნაკრებში სპორტსმენებს.